ბოდბელი ეპისკოპოსი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას მეუფე იაკობმა ახლა დარჩეულ პრეზიდენტზე ისაუბრა. მეუფე დიალოგის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ვუმტკიცებთ, რომ ევროპაში შესვლა გვინდა, ევროპა სამწუხაროდ, ხო? ამას ყოველთვის შეიყენებს, რომ ისეთი ძალები უნდა, სამწუხაროდ, ისეთი ძალები, რომლებიც ხელის ბიჭები და ხელის გოგოები იქნებიან, თუ არა დავაკვირდეთ რა, გადავხედეთ. ჩატარდა არჩევნები, მე ხარ უნდა დავჭამოთ ერთმანეთი. გვასწრი ქართველებს უფლება იმისი, რომ ერთმანეთს დავერიოთ. ხალხმა რაც გადაწყვიტა, ისე რომ მოვიქცეთ, ეს ამბები ხომ არ იქნებოდა. გვეუბნებია, რომ ევროპაში თუ გვინდა ყოფნა, აუცილებლად ოჯახური ღირებულებების შესახებ რომ კანონია, უარი უნდა ვთქვათ მაგაზე. მაგის მერე, ხო? მაგის მერე ესე იგი ნამდვილი ევროპელი გავხდები. ჩვენ რა ევროპაზე უარი ვთქვით, მიგვიღო და უარს ვეუბნებით. აი გამოდიან და ევროპა გვინდა და ვინ თქვა უარი რა? არჩევანი რატო იყო რუსეთსა და იმას შორის? არჩევანი ვინც ერთმა მხარემ თუ მეორემ გააკეთა რა? რუსების კოლონიაში დაბრუნება გვინდა და ჩვენ ხო ის ხალხი ვართ, ვინც ვიბრძოდით იმაში რა? რუსეთის წინააღმდეგ და იმპერიის დაშლაშის დიდი წვლილი გვაქვს მიღებული. ოპოზიციის ლიდერებიდან ერთი კაცი მაინც მანახეთ რა? აი ჩემი ასაკის და ჩემზე ცოტა პატარა, რომელიც პირიქით რუსეთის მხარეს არ იყო რა. მაშინ და ეხლაც ალბათ რაც მე ვიცი და რასაც უყურებ, რაც ხდება, ქართულ საქმეს ვაკეთებ. ახალგაზრდა ბავშვები თვითონ ვიმალებით და ახალგაზრდა ბავშვები მიუშვით რომ აი ევროპას გვართმევენ და აბა გადაგვარჩინოთ, ხო? და მივიდნენ ბავშვები, ევროპას კი ხედავენ, მაგრამ ევროპისგან ისაც უნდა დაინახო შენი მთავრობისას იმას რომ ხედავ 28 წლამდე გადავდეო და მე აქეთ არ გთხოვო. დიალოგი უნდა დავიწყოთ ქართველებმა ერთმანეთთან. თუ გათხოვება გინდათ ბიჭებს, ხო? საქართველოში ვერ გათხოვდებით. ევროპა მთავარი თუ ღმერთია და საქართველოა უბრალოდ. ეს გაყოფა, რაც ახლა ხდება, ხალხის გაყოფა გაწავიდეს 90-იან წლებში არ დაბრუნდეთ და უნდა გავაკეთოთ ისე რომ ისევ გადავიტანოთ შენობაში, პარლამენტში გადავიტანოთ ისე, ჭიდილი მოგწონს, არ მოგწონს. მინდა რომ ეხლა ახალი პრეზიდენტის არჩევას დაამშვიდოს ქვეყანაში სიტუაცია და უსურვებ რომ ყველას პრეზიდენტი ყოფილიყოს.